მოგესალმებით დიდი სიყვარულით, მოგიკითხავთ ყველას. ეხლა უცებ მომინდა ესეთი გაშლა გამეკეთებინა თქვენთვის. ალბათ ვიღაცას პასუხი სჭირდება. თქვენი ურთიერთობაა ეხლა. პაუზა თუ დასასრული. არ დავდებ სიგნიფიკაციას, მხოლოდ დავდებ სამარკას. კითხვით, თქვენი ურთიერთობა. პაუზა თუ დასასრული. თქვენ როგორ ხართ იცით? თუ ქალბატონი უყურებთ, ძალიან მარტო გრძნობთ თავს. თქვენ შესაძლებელია იყავით ურთიერთობაში, მაგრამ ამ ურთიერთობაშიც მარტო გრძნობდით თავს. თქვენ შეიძლება იყავით ოჯახში, შეიძლება იყოს მეუღლეც რა, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს სულ მარტო გრძნობდით თავს. ვერ იღებდით იმ ოჯახურ სითბოს, სიყვარულს და ჰარმონიას, რაც ადამიანმა უნდა მიიღოს ოჯახისგან, ხო? თუ მამაკაცი უყურებთ, აი რაღაცნაირად იცით როგორ ხართ? თქვენ იმდეს მუშაობდით და საკუთარი თავით ისე იყავით და ფინანსური მდგომარეობით დაკავებული, რომ თქვენ ქალბატონს ვერ აქცევდით სათანადო ყურადღებას. აი თითქოს მის წყენას, მის ტკივილს ვერ ხედავდით. ვერ ხედავდით იმას, რა სურდა თქვენს ქალბატონს. აი თითქოს მას უნდოდა ოჯახური სითბო, სიყვარული, მზრუნველობა, ჰარმონია თქვენთვის, რო ეზრუნა თქვენზეც, მაგრამ აი რაღაცნაირად თითქოს თქვენ სულ დაკავებული იყავით და ამის საშუალებას არ აძლევდით. კითხოთ ახლა პაუზა თუ დასასრული, აი აქ უფრო როგორ არის იცი, მოდით დავამატოთ აბა. ეს ურთიერთობა, ვისაც კითხვაზე პასუხი აინტერესებს. პაუზა. ეს ურთიერთობა აი თითქოს ძალიან გტკივათ, ძალიან ბევრს ნერვიულობთ, ძალიან ბევრი ფიქრი გაქვთ ამაზე და არ გინდათ ამ ურთიერთობის დაკარგვა და გაშვება ნამდვილად. აი თითქოს ძალიან გინდათ რომ გაუშვათ, მაგრამ თითქოს თქვენი სული იტანჯება, თქვენი სული ტირის. აი რაღაცნაირად თქვენს გულს, თქვენს ფიქრებს და თქვენს სულს არ აძლევთ უფლებას ბედნიერი იყოთ. აი ხელს უშლით თქვენივე ფიქრებით, თქვენივე ემოციით. აი რაღაცნაირად საკუთარ თავს თვითონ აგდებთ ამ დღეში. აი თითქოს რაღაცნაირად ესეთი შეგრძნებები მომდის ახლა მე ამ არკანებიდან. ასევე აი თითქოს მის ზოგიერთ შეიძლება იხსენებდეს თუ რა ბედნიერი იყო მის გვერდით და როგორ კარგად ატარებდა მასთან ერთად დროს. და ახლა მის გარეშე თითქოს სამყაროში არაფერი არ არსებობს და თითქოს სულ მოწყენილი ხართ. და პაუზა ურთიერთობა, მე გეკითხები ურთიერთობაზე. დიახ, აი თითქოს ეს ყველაფერი არის სამართლიანი და თითქოს ასე უნდა მომხდარიყო. საკუთარ თავზე უნდა ეფიქრა მამაკაცს, დაფიქრებულიყო რა სურს მას, მნიშვნელოვანია თუ არა მისი ქალბატონი მისთვის, მისი გული, მისი სიყვარული დაენახა და ასევე ქალბატონისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ანუ ეს რაღაც თითქოს უცნებობს ისეთ სიყვარულს, აი უანგარო სიყვარული აქვს, მაგრამ აი თითქოს უფრო მეოცნებე სიყვარულია ქალის მხრიდან, ანუ სწორედ რომ ავხსნა და თქვენ რომ გაიგოთ, ანუ ქალს უყვარს ისე როგორც ქალებს გვიყვარს ხოლმე რაღაც ემოციით, აი რაღაცნაირად ემოციურად უყვარს რა და ანუ მამაკაცებსაც აქვს რა თქმა უნდა ემოცია, მაგრამ მამაკაცები უფრო გონებით განსაზღვრავენ ყველაფერს და ქალები უფრო ემოციები ვართ რა. პაუზა თუ დასასრული. აქ არ ჩანს დასასრული, კიდევ ბევრჯერ ვკითხე იგივე შეკითხვა. აი თითქოს მამაკაცი უნდა გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რაშიც არ აკეთებდა ქალბატონისთვის არაფერს. აი თითქოს ფიქრობს რა, ზის და ფიქრობს, რომ რა შეუძლია გააკეთოს, მაგრამ საბოლოოდ იმასაც ხვდება, რომ თუ არ დაიწყო მოქმედება, რომ ამ ადამიანს დაკარგავს, სიყვარულს დაკარგავს და აი თითქოს იმ კეთილდღებას დაკარგავს, რაც მასთან ჰქონდა. პაუზა დასასრული.
ზოგიერთთან შეიძლება იყოს ასე ძველი ურთიერთობის დატოვება. კი ბატონო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს არ არის დასასრული და ეს პაუზა მოგეცეთ იმისთვის, რომ საკუთარ თავზე გეზრუნოთ, უფრო გალამაზებულიყავით, უფრო მშვიდი გამხდარიყავით, თქვენი ოცნებები არ დაგავიწყებინათ და თქვენი ოცნებები და სურვილი აგეხტინათ და მხოლოდ სიყვარულზე დამოკიდებული არ ყოფილიყავით და თქვენი საქმეც გქონოდათ სიყვარულის და ოჯახის გარდა. პაუზა დასასრულია. მკვეთრი ტრანსფორმაცია, განახლება, თავიდან დაბადება, ცოტა დაძაბული სიტუაციაც თითქოს ადამიანი თვითონ ძაბავს ყველაფერს და აი თითქოს აქ არის ქალი ისეთი, რომ აი თითქოს ცვალებადი ხასიათი აქვს ძალიან, აი ამინდივით რა, ხან მზეა და ხან უცებ მიწვიმს, აი რაღაცნაირად შეიძლება თქვენ ესეთი ადამიანი იყოთ მისთვის. ასე ფიქრობდეს თქვენზე. და თქვენ რაღაცნაირად იცით თუ ქალბატონები უყურებთ და ფიქრდით, აბა ასეთი ხართ თუ არა, თქვენს გულში ჩაიხედეთ. კიდევ დასასრულია. თქვენ ძალიან აი თითქოს როგორც კი გაიფიქრებთ, რომ ეს არის დასასრული, აი თითქოს მართლა ისეა, რომ თითქოს ყველაფერი მართლა დასრულდა. ძალიან ნერვიულობთ. მაგრამ სამომავლოდ მაინც იმედი გაქვთ, რომ ისევ შეხვდებით ერთმანეთს და ისევ ერთად იქნებით. შერიგდებით? ახლა ვკითხე. შერიგდებით? ზოგიერთთან იქნება ასე მკვეთრი ცვლილებების, გრევის, ტკივილის ხარჯზე გავუშვებთ ძველ ურთიერთობას, საბოლოოდ განთავისუფლება მოდის და მე შეიძლება შეხვდეთ ახალ ადამიანსაც, აი რომელსაც თქვენი საგვარეულო და ღმერთი გამოგიგზავნით. ზოგიერთთან შეიძლება იყოს ასე, რომ თქვენი დანგრეული ურთიერთობა განაახლოთ თავიდან, მაგრამ ეს არის თქვენი არჩევანი. და ის ახლა ვინც ამ ვიდეოს უყურებს და კითხვაზე პასუხი აინტერესებს, პაუზაა და შერიგდებიან? და აი თქვენ თვითონაც რაღაცნაირად გაურკვევლად ხართ, არ იცით რა გინდათ, აი თითქოს დღეს თვარი მაინც რაღაც აი თითქოს თუ მამაკაცი უყურებთ, თქვენ ძალიან გიზიდავთ ამ ქალში, აი თითქოს რაღაც მისტიური, თითქოს რაღაც მიუწვდომელი, აი თითქოს როგორი ქალი აიცით ეს აი როგორ არის იცით, აი თითქოს რაღაც იდუმალია, თითქოს რაღაცას გიმალავთ, ჭკვიანია რაღაც ზოგჯერ შესაძლებელია მთვარეულიც კი გეჩვენებათ, აი თითქოს თქვენთვის მიუწვდომელი, შორეული ქალიათ. აი თქვენ თითქოს უფრო ოცნების დონეზე ოცნებობთ ამ ქალზე, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ ამ ქალის გვერდით ყოფნა. და თუ ქალბატონი უყურებთ, მაშინ აი თქვენ შეიძლება გქონდეთ შიშები და გაურკვეველი სიტუაცია, რომ გეშინიათ ამ ადამიანთან ერთად შერიგება, ისევ ახლიდან დაწყება, თითქოს თქვენ ოცნებებს სულ სხვანაირად ხატავთ, თქვენ სულ სხვანაირად ხატავთ თქვენს ოცნებებს, თქვენს გეგმებს, მაგრამ თქვენ მერე რომ არ გამართლოს თქვენი იმედები, ესე შეიძლება გქონდეთ ამის შიში და საბოლოოდ შერიგდებით. უმეტეს შემთხვევაში კი თქვენი ადამიანი დაბრუნდება თქვენთან და შერიგდებით. გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას. სამი არკანი მინდოდა ამომეღო და დავცალე მთელი დასტა. როგორც ყოველდღე.